ალბათ გაინტერესებთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს არ ვიცი ხანდახან მეც არ ვიცი რატო ვაკეთებ უბრალოდ მიყვარს როცა ადრენალინი მაქვს რაღაცაზე ძალიან მევასე და ზუსტად ეგ შეგრძნება რომ შეიძლება დამიჭიროს ყოველ წამს თან ისე ნაფხიზებს ამაზე დიდი დრაივი და დოპამინის გარდა არაფერს მოაქვს გამაღვიძა ხმაურმა სადღაც 15 წუთი მეძინა და მე ახლა 1 საათნახევარი ავწრიალებ და ვერ ჩავიძინე მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ნერვიულობა საერთოდ მომეხსნა ანუ უკვე სუფეხებს მოკიდია ეხლა რომ შემოვიდნენ და დამატდნენ თავზე კიდია და ეს არის ის მომენტი როცა ორზნობს საუკეთესო თავს უბრალოდ ძალიან ცივი ეს იატაკი და მეტლახია რა და თან მოკონტროლი წევარი იმიტომ რომ ფეხები არ გავყო გარეთ მაგიტო ჯერ ვერ მეძინება მაგრამ თან მიხარია რომ არ მეძინება იმიტომ რომ მე ჩემნია რომ ცოტა მერე ჩამეძინოს და მერე კარგად გამოღვიძოს და მთელი ღამე მერე გავატარო რა იმიტომ რომ ეხა ხმები არ ვიცი შემოდის თუ არა მაგრამ სულ მოძრაობები ხდება უკან და ეხა ის არის რა რაც თავარია იმიტომ ლაპარაკობ ეს არხენად რომ რაღაცა ძალიან დიდი გენერატორი თუ რაღაცა არის ჩართული რომელიც სასწაული ხმაურია ქარც ვიცი როგორ შემოდის მიკროფონში ეხა ჩემი შემდეგი გეგმა არის რომ ალბათ 1 საათის წეს უნდა დავიძინო ტუალეტის ხალხი მაგრად მაქვს ძალიან მიხარია რომ რაღაცნაირად მაინც მოახერხე რა მთელი 2 დღეა მატიასისგანაც და ალესგან ვისმე რომ 0%, 0.5%, 1% იმენა ვეჩხუბებოდი რომ წავასულიყავით რაღაც მომენტი. ყველაზე მეტად ეგ მომენტი მიხაროდა რომ არ ვიცოდი გამოვიდოდა თუ არა და არ ვიცი შეიძლება ღამას რო წაჭო მე დამიჭირონ და მაინც არ გამოვიდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ის მომენტი მიხარია რომ ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო, მაგრამ შინაგანად გძნობდი რომ გამოვიდოდა. შინაგანად მჯეროდა რომ გამოვიდოდა და ეგ იმიტომ კი არ მიხარია რომ სტადიონზე შემოვიყარე. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მქონდა მაინცეტი რომ ყველაფერს ნეგატიურად უყურებდი. აბსოლუტურად ყველაფერს. თუ იყო 99%-იანი შანსი ვიპოვიდი 1%-ს გავაზვიადებდი და ვიტყოდი რომ აი ეგ არის რა ანუ შანსი არ არის მე 5 წლის წინანდელი აი აქ არ ვიქნებოდი აი პირველივე ჯერზე დავნებოდი პირველივე ჯერზე რავი ოკეი არ შეიძლება ცოტა სხვა გზასაც არ ვიპოვეთ და ამ მაინდსეტის ცვლილება ბევრი რამე შემოძლებინა მათ შორის ის რომ ეხლა ვზივარ და თქვენ გელაპარაკებით მათ შორის ის რომ ასე წარმატებული YouTube არხია მათ შორის ის რომ ძალიან წარმატებული არხიდან წამოვედი და ძალიან დიდი წნეხის სტრესის და სოციალური წნეხის ფონზე ნელ-ნელა აქამდე მოვედით მათ შორის ის რომ დოპამინი შევქმნით და ამ დოპამინზეც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დადებითი მაგრამ ძალიან ბევრი უსამართლოდ დაბოღმილი, გამოჩიჩქნილი, აბსურდული, ნეგატიური რაღაცები მივიღე და მესმის ადამიანები ბრაზდებიან, როცა შენაირი ადამიანი წარმატებას აღწევს. შენ შემთხვევაში ეგრეა. როცა შენაირი ადამიანი წარმატებას აღწევს, შენ ძალიან უცნაურია ტუალეტში რო ფილოსოფიის სტადიაში ვარ ტუალეტში ფილოსოფიის თქმულით. Some guy here. ძალიან უცნაურია, როცა შენაირი ადამიანი, ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც შენზე მეტად დაკომპლექსებული ვაძლაბისი, რომელიც შენზე მეტად გაუბედავი იყო, რომელსაც შენზე ბევრად უარესწორება ქონდა, რომელსაც შენზე ბევრად ღარიბი მაინცეტი ქონდა, ეს არ საიდან ნენელა თავხედურად შენ თვალწინ წარმატებას აღწევს. ძალიან რთულია რომ არგოს არ გაბრაზდე, არ დაიბოღმო. თუ ეგეთი მაინცეტი უყურებს ცხოვრებას რთულია, იმიტომ რომ ყოველთვის უზნეობას ასწავლენ, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ვიყავ. ზუსტად ეგეთი ვიყავ. ზუსტად. მე საბედიეროდ ბაბი შევხვდი და ბევრი რამე შეიცვალა. ბაბი აი ამ ტუალეტის ფონზე გეუბნები რომ მიყვარხ. უფრო რომანტიკული ადგილი ვერ შევარჩიე, მაგრამ ეხლა მე და სამყარო მარტო ვართ. დაგმაყოფილი ვარ. იმიტომ კი არა რომ თამაში ვყურებ. იმიტომ რომ როგორღაც უყურებ ზარო გავაკეთე. და ბავშვებს მინდა რომ მიმართო. ეს ყველაფერი ვიდეოებშიც ხდება.
რეალურად ეს არის გამოწვევა, რომელიც ძალიან დიდ ადრენალინს და მიღებს მაძლევს. ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში ამას არ გავაკეთებთ. დავდგებოდი, პატიოსნად ვიყიდი რაღაც და შევიდოდი. მაგრამ ეს რაღაცნაირად შოუ მიღომია და მისწორდება ამის კეთება. ვიდეოები, მათ შორის მაძლევს мотивაციას ცხოვრებას როგორც თამაშს ისე შევხედო და რაღაც გამოწვევები მოვიფიქრო, რომელიც ძალიან დიდ ემოციას მანიჭებს. და გთხოვთ, რომ ეს არ გაიმეოროთ პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ გეტყვით იმას, რომ ცხოვრებას შეხედოთ როგორც გამოწვევა, ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ნებისმიერი რამის მიღწევა შეიძლება. თქვენ ოღონდ დაისახეთ პატიოსანებო მიზანი და შეგერეთ რა. მიაღწევთ, რასაც გინდათ. თუ გჯერათ, თუ ენდობით თქვენ თავებს, არ დაუჯეროთ არავის. რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ პრობლემის გამოცდილებას. მაგრამ თუ რაღაცა დაჟინებულად გინდათ, თუ რაღაცა იპოვეთ, მიაწექით ბოლომდე. იქნება ეს ფეხბურთი, რაღაცა მეცნიერება, იუთუბერობა, ნებისმიერი რამე, მსახიობობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმის გასაზრებლად, რომ ცხოვრება ჩვენ ვქმნით. მე ვძერ წავშემ ცხოვრებას და არ არსებობს არანაირი საზოგადოების დამოკიდებულება. მე როგორც გადავწყვეტ, ეგ არის ამბავი. არასდროს ბავშვობაში თუ მერეც, თუნდაც 5 წლის წინ, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არხიდან ASM მიმართავდი ესე თავისუფლად აუდიტორიას ტუალეტში, ქალების ტუალეტში, სადაც არალეგალურად ვარ და სადაც რისკია, რომ გავამიჭირო. მაგრამ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მადლობა ყველას, ვინც მომყვებით და თვალს მადევნებთ, შემატკივროთ, ხოლო ვისაც გაღეზიანებთ ჩემი წარმატება, გამოიძრეთ, კიდევ უფრო გაღეზიანდებით, თქვენ ახრება. ამის თქმა მინდოდა, იმედია ჰეითერებს არ გაუხარდებათ, როცა დამიჯერენ. Dare to be fucking stupid, baby. Dare to be fucking stupid. ცხოვრება მართლა არაფერია, თუ აი ესეთი მომენტები, აი ეს მინდა, აი ახლა მინდა, აი ამ მომენტს ჩემი შვილიშვილი უყურებდეს და თქვას, რომ ბაბუა ჩემს შექონდა, აი ეს მინდა, მეტი არაფერი, აი ამ მომენტებით მოვიდა. და ეხა მექსიკაში აცტეკის სტადიონზე, ხამის 12 საათზე ჩაკეტილი ვარ ტუალეტში, არალეგალურად სტადიონზე შემოპარული. მეფიქრება იმაზე, რომ დილით გავამიჭერენ, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. Fuck monkey. Dare to be fucking stupid. Let's go, baby.